იმენი ქეთუსია ისე უყვარს რომ გიჟდება ხო ეხლა ხან სიყო ცუდად ხო და ამან მოუარა ქეთუსიამ რა მოგართვა დედა აბა დედა რა გესი ამოვნება ვაიმე ჭკუა ეკეტება ამაზე გიჟდება ხო ბიცო ხო ხო კაი აბა კარგად ხო კაი როგორ მოხდა რა შია საქმე? აბა თქვენ შეირნობთ და ისეთ ამარ ვის ოჯახში ჩვენ შეხვალ აშენდება სანამ კარგ ხასიათზე ვარ გაიარე გაიწი იქით და გავივლი, გაიწი. რა შვებით ქეთევან? როგორ არის ის ხალბატონი? რა ვიცი რა, არის რა. ამბობს კარგად ვარო და არიტყვის და ვინ მოუმის ჩემს μέτი, ვიყავს მეტი? კიდე ნერვებს გიშლის? ვაიმე თამრი, ვაიმე. თამრი, მოკლედ იმ დღეს ჩემო თამრი ვიფიქრე ავალ სადლს გავუკეთებ მეთქი, ხო და აქეთკენ ვიყავი წამოსასვლელი რაღაც უამრავი საქმეები მაქვს ხა თამრი, ხო იცი ჩემი ამბავი ხო და ავედი რაღაცა ვიფიქრე სადლს გავუკეთებ, დავუტოვებ 1-2 დღე რომ ქალი არ შეწუხდეს მეთქი და შევედი სამზარეულოში დავიწყე ხლა რაღაც კეთება, გამოვიხადე ჩემი მზითების ემალის ქვაბი არ არის. რომელი ქვაბი? კოპლებიანი მარიკამ რო გვაჭი. ხო და აქეთ შევიხედე, არ არის იქით შევიხედე, კარადა გამოვაღი, არ არის სად არის ეხლა ვეცებ ნუ არ არის რა გავაკეთო მივედი ეს ქალბატონი ესე ჩამჯდა რა ამ საბარძელში ხო და ვეკითხები თამრი წყნარად მშვიდად თამრი დედა სად არის ქვაბი აი თამრი ხო იცი ჩემი ამბავი მაგრამ მშვიდად ხო და ხმას არ მცემს ვიფიქრე ეთყობა ისე წყნარად ვუთხარი მეთქი რომ ვერ გავაგონეთო ვუმეორებ დედა, დედიკო, სად არის ქვაბი? ისე ხმას არ მცემს, თამრი, ახლა არ ვიცი, ვიფიქრე ეთყობა, ჩაეძინა მეთქი და აი ესე მშვიდად, თამრი, გეფიცები წყნარად, აი ესე შევანჯღრი, გაიგე რამე? არა, აი ესე გადაგორდა და დავარდა ამ საბარძელს. თამრი, რას ხედავ? წამოფრინდა და გაიქცა. გარბის, თამრი და კირის მიშველეთ, ვაიმე, თამრი, აბა ჩემო კარგო და მესე თამრი მივსდევ ფეხაკრებით. დედიკო, დედა რატომ გარბიხარ? დედა, რატომ კივით, დედიკო? რა მოგივიდათ, დედიკო, ნუ კივით, დედა, წნევა არ აგიწიო, დედა, წნევა არ დაგარტყარ, დედა, გემუდარები. აი, არ ვიცი, თამრი, ოთახიდან დარბის არ ვიცი, მე ვერ დავეციე, თამრი, გეფიცები. ხო წარმოგიდგენია, ესე იგი, ვითომ ცუდად არის და მეც ვერ დავეციე. ხო და რას ხედავ, ახლა შევედი საძინებელში, არ არის სამზარეულოში, არსად არ არის. კარადა გამოვაღი არც იქ არ არის. კარადა რატო გამოვაღი? იქ იმალება ხოლმე. ხო და ესე ჩემო კარგო თვალსა და ხელშუა გამიქრა ქალი და რას ვხედავ, ესე იგი შეუსწრია ჩემთვის აბაზანაში. ჩაუკეტია კარები ეხლა იქ კივის და წივის მიშველეთ და მეხმარე დედა რატომ კივი დედიკო მე გადაგარჩენ დედიკო მე დაგეხმარებით ვემუდარებით რა მექნა თამრი რა გამეკეთებინი აი ამ თითის ტოლა გოგოს თამრი რა გავაკეთო გამოვარდი ეხლა აბაზანიდან მოვარდი აქეთკენ შემოსასვლელში მურთაზი იარაღებს ინახავს ხოლმე და აი ეს რო ახო იცი ლურჯნების ესეთი ამოსაკაჭი იფიქრე შევამტრებ კარებს რაც არის ეს არის და აი ეხლა ეს თვითონ აბაზანი კარია თამრი წარმოიდგინე აი ესე
კეთება. ბატონო. უთხარი? რა უნდა გეთქვა? ვაიმე, ეხლა არ მითხრა ისევ იმ ქალთან გადავდივართო. შეწირა ნერვებს იმ ქალს. ვაიმე, არა, თამრი მომისმინე, ეხლა ერთი სიტყვა მეც მათქმევინე, თამრი. ესე იგი, ჩვენ გადავწყვიტეთ, თამრი, მე და ლაშიკო, აი აქ ჩვენ საკუჭნაოში, ლაშა გაიკეთებს კაბინეტს. რა ხო პაციენტებს მიიღებს? ხო. ლაშა ტორონჯაძე, შენ იცი თუ არა, პრებედინა სიცოცხლეში, მან დიყო სალონი და მთელი თბილისის ელიტა აქ დადიოდა. ახლაც აქივლის. თამარ, ოღონდ ისეთი ყვახვეული ელიტა. არ ვიცი, მე არ მინდა ჩემ სახლში შეწუხებულ სახიანმა ხალხმა იაროს. შენ და კეთებას ხო სულ 10 დაგთამაშებ. თამრი, რა ვქნათ ეხლა, რა გავაკეთოთ, ეს საკუჭნაო მისალაგებელია, გამოტენილია უამრავი რაღაცებით, რა ვიცი. რა უნდა გააკეთოთ და უნდა დაუბრუნოთ მეზობლებს ყველაფერი. აი მე რა ადვილად ლაპარაკო. იცი რამდენ ხანს ვაგროვებდით? აბა, არა უშავ, თამარ, კიდევ შეაგროვებ. მანამდე კი რაღაც ახლებურად ვიცხოვროთ, აი მე კბილს გაუბურღავ ხალხს. შენ ტვინს და ვიქნებით ასე. იცი რა ლაშა, მე ბევრი ვიფიქრე და არ გამოვა. თუ გინდა მოგაქირავებ. რამდენად? $500. რა? რას? ბევრია, ბევრი. ვაიმე, რატომ არის ბევრი? ამხელა ფართი პრესტიჟულ ადგილზე. არ არის ბევრი, თან აი მოსაცდელი გექნება აი აქ და ესე აქედან შეგორდები, გამოგორდები ხოლმე. რა? მე მოკლედ აი ეს კაბინეტი დაასიკი. ირაკლი ვერ მითხარი, მე მოგიმზადებდი საუზმეს? არა, მარიკა, არა, არ შეგაწუხე. არა ისე. ნინო სად არის? ნინო სად იქნება? მანქანის გასაყიდად წავიდა. ირაკლი, ჩემი პიჯაკი არ გინახავს? აი, დედაშენმა მაჩუქა, მე არ მომეწონა, შენ მითხარი, მაინც ჩაიცვი ეწყინებაო და რო ვიტირე? ეგ პიჯაკი? ეგეც მანქანის გასაყიდად წავიდა. რა უცნაური ოთახია, სულ ვიღაც ცხოვრობს, სულ სტუმარია და სულ პრობლემაა. ჯერ სათხარ, მარიკა, შენ მე ნახე ეგ ოთახი რუსეთმაც თუ აღიარა. მართლა, ისა, მარიკუნა, ეს რა წიგნებია? დათოსია, ოთახიდან გამოვიტანა ნინოს არ შეუშალოს ხელი. დათოსია? აბა ერთი ნახოთ, რას კითხულობენ თანამედროვე ფერმწერნი. საიდან იღებს სულიერ საზრდოს. ესე იგი, როგორ გავხდე მილიონერი. კარგია. ყავდი ფულის მჭრელები. ეს რა არის? მარიკა, დათოს დღიურივი. რა მითხარი? არა, არაფერი, შეიყუჟე, ბეღურა, ნუ ფთხი, ნუ. აბა ნახოთ. არა, რას ხატავს ხო ვიცი? ახლა წავიკითხოთ რას წერს. $2007 წლის 12 სექტემბერი. დღეს ნატამ სახლიდან გამომაგდო. არა, ჩემით წამოვედი. ისი ამ დღიურს ჩემთვის წერ და ვის ვატყუებ, გამომაგდო. აი ისი ირვინ შოუ. დიდარი ღარიბი. და მე რამდენად უნდა წაიკითხო? ბავშვობაში რომ მეკითხებოდნენ ვინ უნდა გამოხვიდეო, ვეუბნებოდი ნური ბიძია უნდა გამოვიდე მე. ნური ხალვაში ბათუმში ჩემ მეზობლად ცხოვრობდა, ლიმონათის ცეხი და თეთრი ვოლგა ჰქონდა. ახლა რომ მეკითხათ, ვეტყოდი მინდა ირაკლი ჩხეიძე გამოვიდე მეთქი. უკვე წინსვლა ბატონო დავით. ირა ძალიან კეთილია, ვინ დაობს.
შვილივით მივლის და უყვარვარ. მეც ძალიან მიყვარს და ხანდახან მეტის სიყვარულით ჩხუბიც კი მოგდის ხოლმე. აბა მოხვედი ნინო? მოვედი ირაკლი. მოვედი, მაგრამ მანქანა ვერ გავყიდე. მაგ პიჯაკს ვეძებდი და აი თურმე სატყოფილა. მართლა? კანადაში იყო? ხო. ნინო, რატო ვერ გავყიდე? რა ვიცი, ირაკლი, იცი რა? აი იმ დღეს რო იჯექი, ხო გახსოვს? რაღაცა ხმა რო ისმოდა. ეგ მაგნიტოფონის ბრალი კი არ ყოფილა. ძრავას აქ პრობლემაო. რა უნდა ხნა? და რომ გააკეთებინო? იცი რა, გაკეთებასო ერთი კვირა დაჭირდებაო და მაშინ ახალვე უნდა გაყიდო. იცი რა, ასეთ მდგომარეობაში იაფს მაძლევენ და რა გავაკეთო არ ვიცი, იცი? რასაპირებ? ირაკლი, იცი რა არის, იაფად გაყიდვა მენანება, მაშინ უნდა გავაკეთებინო და ესე იგი კიდევ ერთი კვირა თქვენი შეწუხება მომიწევს. სხვა რა გზა? რა პრობლემაა, ნინო, არც არავის ჰქონდა იმედი, რომ ერთ-ორ დღეში გაყიდვი და წახვიდო. მადლობა, მარიკა. მარიკა, დათო როდის ჩამოდის? ერთ-ორ დღეში. აჰა, აქ ამბავი ატყდება. მარიკუნა, მე მგონი სასტრაფოდ უნდა გავიყვანოთ აქედან მშვიდობიანი მოსახლეობა. იცი რა მაინტერესებს ირაკლი? დიახ. აი იმ ოთახში ვინც ცხოვრობს. ყველას ცუდი მანქანა, რატომ უნდა ჰქონდეს? რა ვიცი, მარიკა, რას გაიგე? ცხოვრება. მოგივით ხოლმე. აჰა. კარგი კაცია ირაკლი. ფულს ყოველ დღეს სიცილ კისკისით ვთხოვ. სერიოზულად რომ ვთხოვ, მერიდება და ისიც სიცილით მაძლევს ფულს თავი უხერხულად რომ არ ვიგზნო. რა უხერხულად და რას ლაპარაკობ? თხოვე რაც გინდა და როცა გინდა. ირა ძმა ხარ და გაფასებ და მიყვარხარ. მეც მიყვარხარ და ეს ჩემი ბედნიერი ერთლარიანია. აი შენი ბედნიერი 10ლარიანი დათო. აი მარიკა, რა ვიფიქრე, იცი? ხო. ოპოზიციას ხوار შეუერთდეთ მე და შენ. რატო? რატო და იმ შენობიდან თუ არა, იქნებ ამ ოთახიდან გავიდეს ვინმე. მე მოვიფიქრე. ირაკლი, ამბოლო დროს რაღაც ძალიან მაშინებ შენ მე. დუგეში. არა მართლა დაიჭერენ ამ კაცს. გამარჯობა, თიკა. გამარჯობა. თიკა ხომ არის ციკათოვანი სახლშია? არა, ლაშიკასთან აწასული. აი, ამას ვამბობ ზუსტად, რა მოხდა? კორპუსის თავმჯდომარეა და აქეთ-იქით დაეხეტება. თიკა, მეც მყავს ქმარი, მაგრამ აქეთ-იქით კი არ დავდივა. იცი რა არის ლიკა, შენ იმდენი ქმარი გყავდა, რომ ალბათ გეროვა მისამართები და მაგიტოვანი. გაუწმითნია თიკა რა. გამორჩადე. მე მიხედავ. რა მოხდა? თიკა, იცი რა არის? აი ჩვენ მეზობლები უკმაყოფილო ვართ ქეთევანის თავმჯდომარეობით და გადავწყვიტეთ დღეს ახალი კორპუსის თავმჯდომარე. რაო, რაღაც ხმაური შემომესმა ჩემ სადარბაზოში. გამარჯობა, თამარ. არავინ არ არის. ისე ხო, ვინ გეყოლება? რა გვინდაო თიკა? თამარ, მერი თქვა, რომ დღეს კორპუსის ახალი თავმჯდომარე უნდა ავირჩიოთ. რა? მერიმ ახალი კორპუსის თავმჯდომარეო? შენ მერე მოგივლი.
ესე იგი, რა ხალხი ხართ მე არ ვიცი რა. მთელი ახალგაზრდობა შეალია ქეთვისა ამ კორპუსის ზრუნვაში. აი, ყველაფერი გააკეთა ხალხმა, ესე იგი, როგორ ზრუნავდა? ამ კორპუსს რა ჭირდება, ვის რა ჭირდება, ვინ ვისთან დადის, ვის რა სახლში. თამარ, ხომ იცი, ქეთევანი გათხოვდა. აქ აღარ არის და ჩვენც ვიფიქრეთ, რომ ახალი თავს. ვიცი რო გათხოვდა, მე კი არ წასულა, პირიქით სიძე მოვიყვანეთ აქე. აი, ხო გათქვევინე. ეგ მაინტერესებდა ზუსტად. ვაიმე, თიკა. რა მეუთხარი ახლა ამას რა? ლიკა, არ გირჩევ, თამარი თავის მოედანზეა. დაუშვათ, ახლა ქეთევანი გათხოვდა და სხვა კორპუსის თავმჯდომარე გინდათ. აი, ვინ უნდა იყოს? ლიკა, ვინ ლიკა? ლიკა ტალახაძე. ვინ ლიკა ტალახაძე? აი ეს. მე მაგას ვინ დაუჭერს მხარს? მე დაუჭერ. შენც ახლა თორე ამერიკა მყავდე. თამარ, თან ჩემი კარის მეზობელია. იცით რა არის, თუ არჩევნებია, მაშინ სხვა კანდიდატიც უნდა გვყავდეს. თამარი იქნება მეორე კანდიდატი. ვითომ რატომ? ჩემი კარის მეზობელია. იცი რა არის თიკა, მეც ვიფიქრე თამარზე, მაგრამ კორპუსს ახალგაზრდული სისხლი და შემართება ჭირდება, ნუ ახლა რა. ვაიმე, მე შევალ თორე ეს გამომტყუებს ახლა რამეს. არანაირი არჩევნები არ იქნება, გამორიცხულია. იქნება თამარ. ერთი გაზაფხულდა იქნება ვადამდელი არჩევნები და მეორე ეს. კარგი თამარ, საღამომდე. კარგად. ვაიმე თიკა, ეს გაწეწილი ლიკა ტალახაძე უნდა იყოს ახლა კორპუსის თავმჯდომარე? მესმის თამარ. ვიცი. მოდი შენდა. როდის სანდრო, რას მეუბნებოდი? როდის? აი სანამ ის ბიჭი ლუჩი შემიკვეთავდა. გამარჯობა. თუ არა, წვენი მომიტანეთ ხო? არა, მაგის მერე, აი რომ იყვებოდი ზოოპარკში მივდიოდიო. ხო, და წავედი კინოში, ძალიან მაგარი იყო. მართლა, რა ფილმი ნახესა? არა, ფილმი არ ვიცი, ფილმზე არ შევედი. ფოიეში ვთამაშობდი, კაცებს რო უნდა ესროლო იმას. გია. გურიტება. რა ხარ? რა იცი, რატო არ მითხარი მე სანდრო? მეც წამოვიდოდი. ვაიმე, სალომე, მე ხელი ხო არ არა, ნანო, შერაშუაში ხარ. ფორთახლის წვენი ხო? რა ვიცი, კაი, მომიტანე. როგორ მიხვდა რა გინდოდა? ვერ მიხვდა. ყავა და ნამცხვარი მინდოდა. შენ კი რა ხდება, სადრო როგორ მიდით შენი სპექტაკლი, ჯერ რომ მეფის როლზე რო აგიყვანეს და მე რომ ჯამბაზად გადაგიყვანეს? ჯამბაზის დუბლიორად. კარგად მიდის, და შენ შერაშვები. ვაიმე, ჩვენი ორგანიზაცია ვიღებთ სარეკლამო რგოლს, რომ აუცილებელია შინაური ცხოველების აცრა. ხო და მაგისთვის ვეძებთ მსახიობს, ხო? გინდა მაგარი იდეა შემოგთავაზოთ, როგორი უნდა იყოს რეკლამა. კაი, ოღონდ ჩუმად ხარ, სხვებმა არ გაიგონ. იდეა რო არ მომპარო? ხო, აბა. კაცი დგას და ძაღლს უკეთებს აცრას, კაი. ძალიან კაია, იცი, აი გასაგებია, მაგრამ იცი რა არის რეკლამაში მთავარი? აი მარტო გასაგები კი არ უნდა იყოს. აი უნდა მოგინდეს. და ის კაცი ნამცხვარს რო ჭამდეს? მე სანდრო, ნამცხვარი კი არა, აცრა უნდა მოგინდეს. რაზე ლაპარაკობთ? ანანოს ორგანიზაცია ეძებს შინაურ ცხოველებს. კაი რა სანდრო, რა შინაურ ცხოველებს? მსახიობს ვეძებთ სარეკლამო რგოლისთვის. ცნობილი უნდა იყოს? სალომე, აი ძალიან მართლა ძალიან ჭკვიანი გოგოა ეს. გიჟდები შენზე. მართლა? სანდრო. მართლა. ცნობილი ადამიანი, ხო? ესე იგი ედუარდ შევარდნაძე. ძალიან
მაგარი იდეა, სანდრო. აი რეჟისორს რო ვეთქვი, აი გაგიჟდება ისეთი მაგარი იდეა, ყოჩახ სანდრა. ანანო და ნიჭერის სიმპათიური ბიჭი რომ იყოს არ შეიძლება? ვაი, მე როგორ არ შეიძლება? კარგი, მაშინ ერთი ჩემი ახლობელია და იმას გირჩევ. ხო, ვინ? ანდრო. ვინ? ხო, ნიჭიერზე დავიბენი. ანდრო. შენ გადაგიღოთ იმ კაცის როლს შენ გინდა? მე ედუარდ შევარდნაძის როლში? აბა არ მინდა, მაგრამ მოიცადე შენს რეჟისორს თავი როგორ უნდა მოვაწონო? იცი რა ვქნათ, შენ სურათებს წავუღებ და ვაჩვენებ და ეგ მოეწონოს. მე მაქვს ლონდონში გადაღებული ფოტოები ძველი და ის. არა, ძველი არა, ახალი ფოტოები გჭირ. აუ იცი რა ვქნათ, ირაკლისთან ავიდეთ, მაგას ხო იცი, კაი ფოტოაპარატი აქვს და იქ გადაგიღებ მე სურათს. მართალი ხარ, ეხლა წავიდეთ. წავიდეთ, წამო. ანანო, ხო, ისა, მე ერთი სურათი მე მომეცი რა. რომელი? რა ვიცი, აი ყველაზე კარგი რომელიც იქნება ის. კაი, ზალობე, შენ ანგარიში მომეცი, კაი? არ არის ანგარიში. როგორ არ არის? შენ ოღონდ ეგ საქმე გამიკეთე ანანო. ჩანჩურა ის არ მისცემს ლიკა ტალახაძეს ხმას. კი, აბა რა. ნუ ნერვიულობ თამარ, მე ვისაც ვკითხე, ყველა მითხრა რომ თამარს ვაძლევთ ხმასო. შეჩვეული ჭირი გვირჩევნიაო. მარიკა, პირველ სართულზე ახალი მეზობელი რომ გადმოვიდა პატრულის თანამშრომელი. იმან რა თქვა, ვის მივცემ ხმასო? პატრულმა თქვა, ეგ ლიკა ტალახაძე საერთოდ ვინ არის არ ვიციო. რა გინდა თამარ, პოლიცია შამხარეზეა. ნუ რაფრის ნუღა გეშინია. და დომინოს რო თამაშობენ მათე და ზაზა ვიღაცები, ისინი რას აპირებენ არ ვიცი. მაგათ დაუდგე ერთი ბოთლი არაყი და ჩვენია. თამარ, ლიკამ რა ორი დაუდგას მერე? ვაიმე, მაშინ ჩემს ანგარიშოს წავართმევ. თუ მასეა თამარ, ესე იგი იგებ. კი. ეგზიტ პოლებით აშკარად ვიგებ. ვაიმე, არა და გოგოებო, ყველაფერი მზად მაქვს. ესე იგი, წინა საარჩევნო პროგრამაც ხომ მოვამზადე და გამარჯვების შემდეგ სათქმელი სიტყვაც კი მოვამზადე. თამარ, თამარი რო დაგავიწყდა? დროშა და ლოზუნგი არ გაქვს. დროშა? ვაიმე, იცი როგორი დროშა მინდა? აი თეთრი და ესეთი სალათისფერი ზოლებით. მარიკა, შენ რო ახალი ფარდა გაქვს საძინებელში. გამომიტანე რა. მიდი მარიკა, გამოიტანე რა. მიდი. თამარ, მოდი ჯერ ლოზუნგი მოვიფიქროთ და დროშას მერე მივხედოთ, ხო? არა, მე ლოზუნგი მოვიფიქრე, მთელი ღამე ვმუშაობდი. მართლა? ვითხარი მე. მიდი. ესე იგი. გინდა მტვერი და ტალახი. აირჩიე ტალახაძე. თუ კომფორტი, მაშინ ღლონტი. ძალიან კარგია თამარ, მაგრამ აი, იცი რა ვფიქრობ, რომ ესეთი სერიოზული რო იყოს, აი მაგალითად საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ეგ დამასწრეს გენაცვალე და ხო, თან თამარზე გარმოუხდება მარიკა, ეხა რო არ ელაპარაკოს ისე როგორ გაჩერდება. იცი რა ჯობია? თან საქმე, თან ლაპარაკი. რაიმე ხალხო, თქვენ თავარს ვერ ხვდებით. აი, იცით რა უნდა იყოს, რომ ხალხთან უნდა მივიდეს აი ეს თავარი გზავნილი მესიჯი რა. ესე იგი, ჩემს სიძლიერესაც უნდა გავუსვათ ხაზი და თან ლიკა ტალახაძესაც გავკრათ კბილი. მაშინ იცი როგორი ჯობია? ერთი მიზანი, ერთი კორპუსი, ერთი ქმარი, ჰა? სორია. სად არის ეგ ერთი ქმარი? თამარ. მომისმინე, იცი ხა რა ვიფიქრე? აი რომ მოხდეს სასწაული. რა? აი ეს სასწაულის დონეზე რა და ლიკა ტალახაძემ გაიმარჯოს. რა? შენ მე გაჩეჩილაძე ხო არ გონივა? ვიბრძოლებ ბოლომდე. ეგ ღა მაკლია, ეხლა ჩემ კორპუსში ლიკა ტალახაძე მეუფროსოს. ლიკა მოვდივარ.
დათო. შენ რა კაცი ყოფილხარ და არ ცოდნია რა. ზოგჯერ ირას ნივთებს ვიღებ. კი მერიდება, მაგრამ რა ვქნა არ მაქვს. მართლა არ აქვს. მართლა არ აქვს. რა ქნას? აიღე დათო რაც გინდა. ნუ გერიდება მე დღეიდან ხმის ამომღები არ ვარ. რაო? ირაკლის ახალი მაჯის საათი მომწონს. მაგრამ მცხვენია. ეგეც როგორ გთხოვო, არა და ვიცი უარს არ მეტყვის. ეს ხელფასის პირველი დღე როგორ ემოციურად აქვს აღწერილი. ჩემი ანანო კარგი გოგოა. მაგრამ ცოტა ჰაერში დაფრინავს და ზედმეტად ცდობის მოყარია. ეს კი. როცა მისი ლაპარაკი მაწუხებს, მაშინვე საუბარი გადამაქვს ფლორასა და ფაუნაზე, ეკოლოგიაზე, რაო, გლობალურ დათბობაზე, მერე ის ლაპარაკობს და მე ვისვენებ. ეს კარგად მოგიფიქრებია? მომძანდით. ორივე ერთად. ანანო, აი ზუსტად ახლა ვკითხულობდი შენზე. ჩემზე კითხულობდი რა? ისა, გკითხულობდი. სად არის ეს გოგო? ამდენი ხანი ვარ გამოჩნდა მომენატრად ხო? მარიკაზე კითხებოდი? არა, მარიკა სახლში არ არის. არა, მარტო ლაპარაკობდი? რა მოხდა მე სახლში მე რომ მარტო ვარ, ხანდახან მეც ვლაპარაკობ. ირა. იცი რეკლამაში მიღებენ. ჯერ არ ვიცით. ირაკლი, იცი რა უნდა გთხოვოთ? კასტინგისთვის უნდა გადავიღო ფოტოები და შენი კაი ფოტოაპარატი რო გაქო, ვქვათ ხო რა? ირა მიდი რა გეყვეწე. ერთი წუთი. არ მახსოვს სადებს. ირა, კარგი და გეყვეწე და არ მიიღებენ. ირა ძალიან გჭირდება. მართლა ძალიან გჭირდება ირაკლი. არა იყვნენ რა რეკლამაში თუ არ გადავიღე სურათები არ გეყვეწებენ აირა. ანანო, საიმპერატორო პინგვინი. ხო. ყველაზე დიდია პინგვინების სახეობებში? კი, ხო, მართალია. აიცი რა არის სულ მაინტერესებს, კაცო, როგორ ძლებენ ეს პინგვინები ამ ყინვაში? ანატო არ ციواد. ან რა სჭამენ? სასწაულია პირდაპირ. იცი როგორ არის ირაკლი? საიმპერატორო პინგვინი იკვებება თევზით, იცი? და მისი ბუმბულის ცხიმიანი საფარი, აი წყალში რომ შედის, იცავს ცივი წყლისაგან ნადირობას. კარგი რა, ანანო, რა დროს ცხიმიანი პინგვინებია, გადი. ირა კარიერო მენგრევა, გეხვეწები. ირა გეხვეწები რა, ერთი ფოტოს გადავგეთო, ისე არ ამიყვეს ეს გეხვეწები. კარგი ხო? რა გინდოდა? იდგა გოგო და ყვებოდა, ხო? ყვებოდა, არაჩვეულებრივი თხრობა აქვს. საინტერესო ამბავს ყვებოდა ამ პინგვინებზე. რა გინდოდა მითხარ? აი, სანდრო, არაფერი რო არ გაინტერესებს, ხო? აი, იმიტომ ხარ ასე. აი ხო. როგორ და ასე როგორც ხარ? მაინტერესებს, მაინტერესებს. სანდრო, მართლა გაინტერესებს. სანდრო, იცი აქ პინგვინები არიან გადაშენების პირას საწყლები და იცი რა ცოდვები არიან. ვაი. აჰა, ოირა. ამას კიდე გაგიჟებო და. აი რატო? სანდრო, მომიჯდა სანდრო. გახარ? გაიღიმე. აი რა სანდრო, რა გაშაშებული ვიდგა ხარ? შენი რა? რა უნდა უქნა, არ ვიცი მე, რა ვიცი რა. რა პოზა მიიღე? რა პოზა უნდა მივიღო, არ ვიცი. აი, სანდრო, ქართული ჟურნალების ბოლო გვერდზე გოგოები რო არიან, აი ეგრე. ანანო, შენ გადაიღე. სანდრო, დაანახე სულიერი სამყარო ფოტოხელოვანს. მიდი. აი ასე, შინაგანი სამყარო წამოიღო. კარგია, ცოტა ასე დადექე.
წელში გაიმართე წელში. აი ასე, მენას მიყურებ, კამერას უყურე. კამერას. აი ასე, უყურე, კარგია, სანდრო. გადაუღე, კარგია. გადაუღე. ესე იგი, სანდრო, ეხლა ნახე რა ქენი, ცეცხლი წამოიღე თვალებიდან. გადაუღე ცეცხლი? კარგია. სანდრო, ინტელექტი წამოიღე? ინტელექტი. არა ისევ ცეცხლი ჯობია. კარგია. ეხლა უყურე. სულ ფეხზე ხო არ იქნები? აბა ერთი დაждდეს ერთი. დაჯექი? გადაუღე? აჰა. კარგია, ადექი. დაჯექი. ადექი. აუ სანდრო, გეხვეწები ერთისავად ირაკლისთან გადავიდე. რა გითხოლა? ეს ერთი 21 საუკუნის ნაკლებად ცნობილი მხატვარის ავტობიოგრაფია. სანდრო, შენ გვიღებ სურათს მე დაანანოს და შენ რატო იღიმები? ანანო, იმ რაღაცას რა ქვია? ჩიტი. ყურადღებით ჩიტი გამოფრინდება. მაგარია. ფოტო მეც გადამიგე რა, მაის პროფესორია და რა დავაშავე ხო? პასაჩქერით. მოემზადეთ. მოიდგინე რა თიკა რა ბოროტი უნდა იყოს ეს უშანგი იჯდა და ნუ არაპირებდა რა ჩემი სახელი შემოხაზო სანამ არ დავადექით და მე ამომხედა რა მელასა თამარ რა ქენი მოიგე ვაიმე არა სალომე ჯერ ხმები არ დაგვითვლიათ და დავიღალეთ შემოვედით და დავისვენეთ მარიკა უნდა შემოვიდეს ახლა და 3 წვენი მოგვიტანე რა ხო ძალიან დაიღალე თამარ ვაიმე დავიღალე თიკა მაგრამ არა უშავს. აი ეხლა ხვდები რას გრძნობდა ობამა. რა არის ტელევიზორი არ გაქვთ ბარში? არა თამარ არ გვაქვს, მაგრამ შენ უნერვიულობ. ევრონიუსზე ჯერ ჩვენ არ ვიქნებოდით. აი შენ რაღა დაგემართა ეხლა რა. მადლობა სალომე. აი მარიკა. ვედი. ხო. აბა ესე იგი მომისმინე. ხო. ვისაც ბინა დაკეტილი აქვს და ვინც აქ არ ცხოვრობს, ყველას დაურეკეთ. მე უცხოეთის ხმები ასე განაწილდა. ესე იგი ღიბრაძეს დაურეკეთ თურქეთში და გვითხრა თამარიო შენზე თქვა. ხო. ესე იგი მანძულაშვილმა საბერძნეთიდან თავით დამანებეთო. და გაგუას დაურეკეთ მოსკოვში. კიდე და იმან თქვა ლიკა ტალახაძე. არა, რა ხო ვამბობ, ლიკა ტალახაძე ფინანსდება რუსეთიდან. ვაიმე, როგორ მაინტერესებს ახლა ვინც აქ ცხოვრობს, ხო, ვინ ვისმის ხმა, რა ეგ გამაგებინა. ვაიმე, ნეტა ნიჟარაძეებმა ვისმის ეს ხმა. თამარ, ნიჟარაძეს ვათხოვე ჩემი ტუშის კალამი და დათვლისთვის დააკვირდი. აჰა. და ის დები რომ არიან, ლეილა და ცარო. მოსულები იყვნენ ეგენი და ეგენი ხო გვერდზე კორპუსში ცხოვრობენ და რა უნდოდა? ეგენი იყვნენ დამკვირვებლები, თამარ. აჰა. ხო. და რა თქვეს? ლეილამ თქვა ყველაფერმა კარგად ჩაიარაო და ცარო თავიდანვე წავიდა, ბავშვი მყავს სკოლიდან გამოსაყვანია. და ის ლუთი მათე და ზაზა რო იყვნენ მოსულები, რა თქვეს? მათე და ზაზა იძახდნენ, ჩვენ არასამთავრობოები ვართო, ელოდებოდნენ ვინ გაიმარჯვებს, რომ ვაკისრებინოთ, ხო? მოვიდა პუტინი და მედვედევი. პრობლემა გვაქვს. რატო? ხმების დათვასთან დაკავშირებით. და რატო კომისია ხო იყო, არა ხმის დათვლელი? კი იყო ცირა, მაგრამ სათვალე დამრჩაო და წავიდა. და უკაცრავ დალებთ რამეს? 2 კაპუჩინო. არ გვაქვს. აი მე მიყვარხარ თიკა. ეს აი ხო რა ვქნათ? რა უნდა ვქნათ და
ნეიტრალური ვინმე უნდა ვიპოვოთ, ვინც მოგვეხმარება ხმების დათვლაში. სანდროს რომ თხოვოთ? სანდროს კი ვთხოვდით, მაგრამ ნეიტრალურთან ერთად დათვლაც რომ უნდა იცოდეს. ვაიმე მე ვიცი ნეიტრალური და ჭკვიანი ადამიანი. წამოდი ეხლა წავიდეთ. ადეგით წამოდი. წავიდეთ, კარგი. ჩიკა. აი, ეხლა თამარს იუზასთან თუ მივყავართ, საერთაშორისო სკანდალი არ აქვს ცდომა. მიდი დათო. მიდი იყიდე ეგ მანქანა. მიდი გარისკე რა, მე გიმატებ ფულს. აბა მოდი. შემემოდი. ნელა ხარ მიაჯახე რამეს. მოდი. ნელა, გამიშვი მე გამიშვი. აი შედიათ. მე შემიშვი. ნელა. აი დადე, ხელი გაუჩი. დავდეთ. მარიკა კარი გადაკეტე ყუთი არ გაიტაცონ. აი ესე. მარიკა, არაფერს. მარიკა, რა ხდება? მომისმინე ირაკლი, შენ უნდა დათვალო ხმები. არჩევნების შედეგები შენზეა. ხაიგე? რა? მოდი. არჩევნები? ხოისა, იქ დამთავრდა ყველაფერი? აბა 9 აპრილს ვიწყებ თუ? არა, ირაკლი, დღეს ჩავატარეთ კორპუსის თავმჯდომარის არჩევნები და ხმები უნდა დათვალო შენ. მე რა შუაში? ვაიმე. შენ იმ შუაში ხარ, ირაკლი, რომ ვაიმე გილეწონე, მიავუხსნი რა. ირაკლი, შენ ხარ ადამიანი, მიუკერძოებელი, ადამიანი სამართლიანი, კაცი, რომელიც ქრთამს არ იღებს არასოდეს. თიკა, მომეცი ეს პარტი? მარიკა, აქ არის ლუდი და ჩიფსები. ხო და ბარსელონას თამაში რომ დაიწყება, ჩაუჯდებით და გესიამოვნებათ. ხო. ვინმე გამაგებინებს, მე რა უნდა გავაკეთო? ვაიმე, ვერ გავაგებინე რა. რას გავაგებინებ? ნორმალურად უნდა აუხსნა. ირაკლი, ჩვენ გვინდა რომ ყუთიდან ამოიღო ფურცლები და დათვალო, ვის უფრო მეტი ხმა აქვს. მე თუ აი ამ ქალბატონს. ამათმაც მნახეს რა პანგიმუნი. პანგიმუნი რა შუაშია, ირაკლი, აქ ხო გაი? ვიცი თიკა, მაგრამ ასე უცებ სხვა რამე ვერ მოვიფიქრებ. ბოდიში. კარგი, დავიწყოთ. გამატარეთ CS:GO მოდი. ეს არის ყუთი. მზად ხართ? ვაიმე, კი. კარგია. თქვენს ქალბატონო ლიკა, ჩემო მერიკო, ეხლა. დავიწყეთ. თამარ გლონტი. ვაიმე. ერთი ხმა. ვაიმე, გოგო, არა და ეს გამართლიანობა. ვაიმე. უკაცრავად. აბადე, დასრულდა ზეიმი ამ ერთი ხმის. აი, გამიხარდა ირაკლი. დიახ, შეიძლება განვაგრძო? ქალბატონო ლიკა. დიახ, ერიკო. ლიკა ტალახაძე. ნუ ეხლა ერთი ხმა ეგ არაფერი. ბოლოს და ბოლოს დემოკრატია. განვაგრძოთ? კი. რა არის ირაკლი? აი ახლა გამიჭრილდა ნერვები რა არის? კარლო წულეისკირი. ესეც იყო კანდიდატი? ხო, ირაკლი. გადავწყვეტეთ თავისუფალი არჩევანი მოგვეწყო და ვისაც სხვა კანდიდატურა ეყოლებოდა, შეეძლო ისიც ჩაეწერა. ვაიმე, რა შევიწერეთ მე ეს მკვდარი სული? რა მკვდარი, თამარ, ცოცხალია კაცი. ვაიმე, ცოცხალს გავს ხალხნო ეგ ძლივს დავასვათ. კარგი კაცა, რა ქვია? დამშვიდით, თორე დაგატოვებინებ CS:GO შენობას. დამშვიდით? კი. დასრულდა ეს დებატები? კი, დასრულდა. განვაგრძო? მადლობა. რა? ირაკლი ჩხეიძე. მარიკა. რა არის? რა? ეთყობა ვიღაცას უნდა რომ შენ იყო თავმჯდომარე კორპუსის. რა? ირაკლი ჩხეიძე. ვიღაცებს.
გამაგიჟებთ თქვენ მე რა. გამაგიჟებთ რა. ირაკლი ჩხეიძე. გამომართ თამარ. გამომაილე. როგორ ხარ? ეხლა დაგინახეთ. მოიცა, ახლა რა გამოვიდა? რა გამოვიდა რომ რა? რომ შენ ხარ კორპუსის თავმჯდომარე. ეგრეა ირაკლი, ეგრე. რა კორპუსის თავმჯდომარე ხალხო, რას ლაპარაკობთ? ეგრეა, დამიჯერე, ეგრე. ამ ყუთს წავიღებ, ძაფებს მაინც ჩავყრი. რას ვიზამ? გილოცავთ ირაკლი. წავედით. მოიცა, არსადაც არ წახვედით. დასხედით, არ დასრულებულა ეს პროცესი ჯერ. დასხედით, ერთუდი დასხედით. კარგით რა კორპუსის თავმჯდომარე ხალხო, ამის ნერვები მაქვს მე ახლა. ყველა მაცხოვრებელი სათითაოდ მოვა თავის პრობლემებით, ვაიმე, არ მინდა. არა, ვარიანტი არა. კარგი რა ირაკლი, არავინაც არ მოვა შენთან, რა სისულელია. მამის მინე, ჩემ ზევი, ტიკვაძეები რო ცხოვრობენ, ისინი წყებენ თურმე აბაზანის რემონტს და ირაკლი უკვე ჩამომდის წყალი. ძალიან გთხოვ რა, რამე მომიფიქრე, გეხოცე. არ ვარ კორპუსის თავმჯდომარე. ირაკლი. გამანებეთ თავი, არ ვარ. როგორ არ ხარ ირაკლი, ხალხმა აგირჩია შენ. ხალხმა ამირჩია? გავაყალბე. არავისთაც არ აურჩევი ვარ. ქალბატონო ლიკა, ძალიან გთხოვთ ჩაწერეთ საჩივარის ოკში. მე ვარ გამყალბებელი. მე დავატრიალე კარუსელი. გავბერე საარჩევნო სიები და ისა მარკირების სითხე გადავასხე. ირაკლი, ეგ ყველაფერი შესაძლებელი რო ყოფილიყო? თამარ, ერთ წუთი მომისმენ. შენ ხო ჭკვიანი ქალი ხარ? 21 საუკუნეა. რაღა დროს ეს ერთპიროვნული მმართველობაა. გადავიდეთ საპარლამენტო რესპუბლიკაზე. კორპუსის მმართველობა იყოს საპარლამენტო, ხო შეიძლება არა? და როგორ? როგორ და აი შევქმნათ რამე საბჭო. ხო? რამე საბჭო, რომლის თავმჯდომარეც იქნება მაგალითად თამარი. და თამარი რატო უნდა იყოს? უნდა იყოს. თიკა იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი. გვერდზე კორპუსებთან მოაგვარებს ურთიერთობებს სხვადასხვას. მარიკა თავდაცვის მინისტრი. ეზოში აგვარიდებს მაწანწალა ძაღლებს და მიხედავს გარე განათებას. გაანაწილა რა პროფესორმა. და ირაკლი, ჩვენ რა უნდა ვქნათ? თქვენ ჩეომერიკო შენ და ლიკამ შეკრიბეთ თანამოაზრეები, დადექით კორპუსის წინ და იყვირეთ წადი. ასე, რა მოგივიდათ? ვიცხოვროთ ასე მშვიდად, თბილად და გემრიელად. არა ირაკლი, არ გამოვა. მაგ პარლამენტს მაშინვე გააუქმებს ეს ქალბატონი და მონარქია შემოიღებს. აბა რა, ეჭვიც არ შეგეპაროთ. რაღაცებში ვერ ყვევით. წავედით, ლიკა, წავედით. წავედით. არ სადაც არ წახვედით. არ დასრულებულა ეს პროცესი, დასხედით. ხო არ მე ლეგიტიმური. ხო? ხო ამირჩია ხალხმა. აგირჩია. ესე იგი ვარ კორპუსის თავმჯდომარე. ვაკეთებ პირველ ოფიციალურ განცხადებას. გადავდექი. გადავდექი, დავტოვე ჩემი პოსტი, ვტოვებ ჩემ პოსტს და მივდივარ. სად მიდიხარ ირაკლი? სახლში. მარიკა, ეხლა რა ვქნათ? კარგით, ეხლა ამ კაცს თუ არ უნდა მართლა თავმჯდომარეობა, ნუ შეჭამეთ რა. აბა რა ვქნათ? გავაუქმოთ ჩემი ხმები და ჩემი ხმების გარეშე დავითვალოთ. ვისაც აქვს მეტი ხმა, ესე იგი ყავს მეტი ამორჩეველი, იმანაც გაიმორჩვა. შეიძლება. მოდი აბა. გასაგებია? კი, მოდი ირაკლი. გავაუქმეთ. ეს არის გაუქმებული. ეს დავდოა? არა იყოს. ესე იგი, ერთი ხმა კარლოს ულესკირს. მიწერეს. ორი ხმა ლიგა ტალახაძეს და ქალბატონ თამარ ღლონც. ორი ხმა. და ახლა რა ვქნათ? ვაიმე, გოგოებო. ირაკლის ხო მონაწილეობა არ მიუღია რა არჩევნებში? ხო და? ირაკლი ჩხეიძე, თქვენ ვალდებული ხართ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი შეასრულოთ.
უნდა გააკეთოთ არჩევანი, ან ეს ქალბატონი, ან ღირსეული თავმჯდომარე. ო, ჩემ სახლში რო არ ტახდებოდეს ეს არჩევნები, მე კი ვიცი რასაც ვიზავდი. ჩემ ხმას მივცემდი კარლო წულეისკის. და მე ბევრს ვიცილებდი. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენთან დიდი ბოდიშის მოხდით, ქალბატონო ლიკა, მე ჩემ ხმას ვაძლევ თამარ ხლონცს. დიდი ბოდიში. რა ბოდიში ირაკლი მესმის შენი? შენ რომ მე აგერჩი, მე უნდა გაგეყიდა ბინა და გადასულიყავი. არა, არ მესმის. ესე არ შეიძლება. როგორ? ჯერ ერთი დაიყო თავმჯდომარე, ეხლა მეორე და არის თავმჯდომარე. რა არის, რა უბედურებაა ეხლა ეს? არა, როგორ არ შეიძლება? შეიძლება. ამერიკო, ეს როგორი ვარიანტია, იცი? ხო იყო ჯერ ფიდელ კასტრო. მე მოვიდა რაული კასტრო. კარგი. ჩვენ წავალთ უკაცრავად რომ შეგაგმხეთ. ნახვამდის. კარგად ზანდებოდე. ესე იგი 4 წლის შემდეგ შემოგვიარეთ. ისა, ლიკა, მერიკო, რაც იყო გოგოებო, ეხლა მეზობლების უმრავლესობამ მე დამიჭირა მხარი და რა უმრავლესობა, თამარ? სულ 3 ხმა მოაგროვე. ხო და 3 თვის ნაგვის ფული გაქვს შენ დასადები. რატო ხართ ერთი უკმაყოფილოები? მარიკა ერთი ამათ გავაცილებ და მოვალ. გამატარე. მე რატო ხართ უკმაყოფილოები? ირაკლი, გილოცავ. რას ვილოცავ? აღარ ვარ თავმჯდომარე. რა თავმჯდომარე? მოიცა. ის რეკლამა თავმჯდომარეზე იყო, აბა აცნებიო. მოიცა. რა რეკლამა? რას ვილოცავ სამემო? რა მოხდა იცი ირაკლი? ხო. სანდროს ფოტოები ხო წავიღე არა რეკლამის კასტინგზე და იქ ერთ ფოტოში შენც ხო იყავი არა ირაკლი და რეჟისორს შენ მოეწონე და შენ აგირჩიო. იგი იმადაც მეამირჩია? ვა, მარიკა, რა დღეა, მარიკა რა. ვაიმე ირაკლი, ახლა გამახსენდა. დღეს იყო რუმინეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ჩართერა რომელიმე საინფორმაციო. რა იცი რა ხდება? მოკლედ, არაერთი სიკეთე მახსოვს ირაკლისაგან. და ალბათ ვერც შევძლებ ამის გადახდას. არც გთხოვდათ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც გთხოვს. მიუხედავად ყველაფრისა, მე კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, რადგან ამ ცხოვრებაში გავიცანი ირაკლი. და ამ ცხოვრებაში აღარ მეშინია არანაირი გაჭირვების, იმიტომ რომ ჩემს გვერდით ჩემი მეგობარი ირაკლი ჩხეიძე დგას. ვა, როდის ჩამოვა ჩემი დათუჩა. Postscriptum. ირუში, ისე რომ იცოდეს სხვისი დღიურების კითხვა არაეთიკურია. ხო, მაგრად დავწერე ყველაფერი გევასაი რა.